საღამომშვიდობისა დღეს ხუთშაბათია და 23 საათზე პირველი არხის ეთერშია პირველი თემა. აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, აგრესორი სწორედ რუსეთის ფედერაცია იყო და მას საკმაო რესურსი დახარჯა აგრესიისათვის მოსამზადებლად. ასეთი პასუხები RTVI-ის ეთერში ჩატარებულ გამოკითხვას მაყურებლებმა გასცეს. გადაცემის სტუმარი პუტინის ყოფილი მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი გახლდათ, რომელმაც მის ხელთ არსებული მონაცემები წარმოადგინა ქართულ-რუსული ომის დაწყების მიზეზებსა და მის შედეგებზე. რასურეთი დაიდო გასული წლის აგვისტოს დღეებზე RTVI-ის ეთერში გასული პროგრამის შემდეგ დღეს პირველი თემა წარმოგიდგენთ. რუსეთ-საქართველოს ომი, დაზუსტებული ციფრები და ფაქტები რუსი ექსპერტის თვალით. პუტინის ყოფილი მრჩეველი რუსეთს აგრესორ ქვეყანად აღიარებს. ამას დროს რუსეთში გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობაც იზიარებს. რუსეთმა თავის სამშვიდობოები განზრახგა, რომ ომის დაწყების მიზეზი ჰქონოდა. 8 აგვისტომდე ერთი კვირით ადრე დაწყებული მოსახლეობის ევაკუაცია და რეგიონში გადაჭარბებული რაოდენობით სამხედრო ძალების მობილიზება კრემლის ეგრეთ წოდებული ჰუმანიტარული ინტერვენციის საწყისი ეტაპი გახდა. პირველი რუსეთმა გადაკვეთა საქართველოს საზღვარი როგორც ხმელეთზე, ასევე საჰაერო სივრცე. ქართველებს არავის საზღვარი არ დაურღვევიათ. რუსეთი სიამოვნებით ელოდა უფრო და უფრო მასშტაბების გაზრდას სამხედრო დაპირისპირებისა და ბოლოს გააკეთა ის, რაც გააკეთა. რუსეთში მოსახლეობის დამოკიდებულება იცვლება და ეს არის ერთ-ერთი კიდევ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ისკენ, რასაც ქვია საინფორმაციო ომში გამარჯვება და საქართველოს მხრიდან. კრემლის პროპაგანდა და რუსული საზოგადოებრივი აზრი. როგორ ემზადებოდა მოსკოვი ომისათვის და რა მონაცემები აქვს ანდრეი ილარიონოვს. დღეს პირველი თემა RTVI-ის ეთერში გასულ დისკუსიას და ქართველი ექსპერტების შეფასებებს წარმოვიდგენთ. ჩვენი გადაცემა დღეს განსხვავებული ფორმატით გავა. პირდაპირ ეთერში თავდაპირველად გთავაზობთ იმ გადაცემის სრულ ვერსიას, რომლის სტუმარიც ტელეკომპანია RTVI-ის ეთერში გახდათ ანდრეი ილარიონოვი. გადაცემის ნახვის შემდეგ დისკუსია ჩვენ სტუდიაში ექსპერტების მონაწილეობით გაგრძელდება. ზურაბ დავითაშვილი, ანდრო ბარნოვი, ნიკა ჩიტაძე იქნებიან პირველი თემის სტუმრები. დაგველოდეთ. Здравствуйте, это программа «Лукавая цифра». Меня зовут Татьяна Фельгенгауэр. Вместе со мной постоянный ведущий этой программы Тоня Самсонова. И приветствую нашего сегодняшнего гостя Андрея Илларионова, старшего научного сотрудника Института Катона и президента фонда Института экономического анализа. Здравствуйте, Андрей Николаевич. Добрый день. Сегодня говорим о лукавых цифрах российско-грузинской войны. Андрей Николаевич, самое любопытное, с первого взгляда, во всей этой истории, почему вы, экономист известный, вдруг стали экспертом по российско-грузинской войне, почему вдруг эта тема, а не какая-то другая, ведь происходит много страшных событий, событий, где жертв среди мирного населения больше, где кощунства больше и больше страданий человеческих, они постоянно происходят, эти события. Почему вы стали заниматься постоянно этой темой российско-грузинского конфликта? Прежде всего, я бы не сказал, что я стал экспертом в этой теме, но действительно я, как, впрочем, и сотни и тысячи российских граждан, грузинских граждан и граждан в других странах мира стали заниматься в последние 10 месяцев, достаточно интенсивно занимаются восстановлением реальной картины событий. Дело в том, что та версия событий, которая получила широкое распространение благодаря пропагандистским усилиям российских официальных властей, не выдерживает столкновения с действительностью, обнаруживается колоссальное количество нестыковок, фальсификаций, откровенной лжи. И для того, чтобы понять, что произошло и почему произошло, с моей точки зрения, крупнейшее политическое событие последнего десятилетия, а возможно и более длительного срока для нашей страны, для этого необходимо было разобраться в том, как происходило это событие, как к нему готовились, кто готовился, какие решения принимали и каким последствиям это привело. Я напомню, что ключевые параметры российско-грузинской войны до сих пор не обнародованы. Например, такой важнейший показатель, как количество погибших с российской стороны. Российские официальные лица называли в течение последних месяцев разные цифры, но окончательные цифры они не назвали. Даже не назвали окончательные цифры, не говоря уже о поименном списке погибших российских граждан. Поэтому эти и подобные вопросы, естественно, вызывают желание разобраться в этой проблеме. Тем более, что эта проблема не заканчивается. Похоже, что
к несчастью, возможно, у этой войны есть продолжение, есть следующая стадия. Мы поговорим об этом обязательно, нам нужно успеть за сегодняшний эфир. Основные аспекты затронуть. Мы начнем с голосования, которое мы повторим в конце еще нашей передачи. Но прежде чем ты его объявишь, Таня, я бы хотела и для вас, и для наших слушателей рассказать, как будет строиться наша беседа сегодня. У нас заготовлено огромное количество голосований, и все они посвящены самым спорным, самым неоднозначным моментам войны. Там, где как раз кроются лукавые цифры, когда грузинская сторона говорит одни цифры, российская говорит другие или не говорит вообще. Да? Когда точной информации до сих пор нет и нету общего понимания ситуации. А такое, согласитесь, нередко бывает с войнами, которые происходили 68 лет назад и совсем недавно. Поэтому сегодня мы будем обсуждать несколько аспектов. Каждый раз мы будем задавать вам вопрос, слушатели и зрители телеканала RTVI. И пока вы будете голосовать, Андрей Николаевич будет высказывать свою позицию, то, как он бы проголосовал в этой ситуации. Ну а сейчас, я думаю, время объявить первый вопрос. Первый вопрос, который мы предлагаем вам для голосования, он наиболее общий. Его же мы повторим, как я уже сказала, в конце программы, чтобы посмотреть, поменяется ли ваша точка зрения. Так, как вы считаете, на ком в большей степени лежит ответственность за августовские события? На Грузии или на России? Если, по вашему мнению, на Грузии, тогда ваш телефон 660-06-64. Если же больше ответственность лежит на России, то тогда 660-06-65. Начался подсчет ваших голосов. Приходят уже первые голоса на наш эфирный монитор. И я еще раз повторяю вопрос. На ком в большей степени лежит ответственность за августовские события, за военный конфликт? На Грузии 6600-664, на России 6600-665. Но у вас есть 3 минуты на то, чтобы ответить на этот вопрос, сказать, как бы вы проголосовали. Поскольку ваша передача называется «Лукавая цифра», я так понимаю, это касается не только цифр, но и лукавых фактов, или неточных фактов, или искаженных фактов, или фактов, которые не точно отражают реальную действительность. Я позволю сразу же прокомментировать тот вопрос, который вы только что сейчас поставили перед нашими слушателями и зрителями. Вы назвали августовские события. Часто называют эту войну августовской войной, или пятидневной войной, или войной в Южной Осетии. Все эти названия являются не только неточными, но и фактически намеренно искажающими реальной действительности. Ну, простите, главу в книге, вот недавно вышла книга, она называется как раз «Августовские пушки». Книга называется «Августовские пушки», и по этому поводу мы имели определенную дискуссию с нашими редакторами. Я же высказываю свою собственную точку зрения. И даже уважаемый редактор, уважаемой книги, надо прямо сказать спасибо за то, что вы напомнили о ней. Это неплохая книга, недавно изданная в Лондоне и в Нью-Йорке издательством Sharp. Собрание эссе 10 специалистов в Европе, Соединенных Штатах Америки и России. Пожалуй, первое серьезное исследование российско-грузинской войны. Но даже в названии этой книги появилось несколько искаженное название, имеется в виду «Августовские пушки». Если мы посмотрим на критерии определения агрессии, данной Генеральной Ассамблеей Организации Объединенных Наций 14 декабря 1974 года в резолюции 3314, то, соответственно, первые действия по нарушению территориальной целостности, воздушного пространства, бомбежки, уничтожения соответствующего имущества или обстрелы территории другого государства, все это попадает под определение агрессии. Первое такое действие, после которого не было большого перерыва, продолжались соответствующие действия, произошло в 2008 году, 20 апреля 2008 года, когда российский истребитель МиГ, поднявшийся с военно-воздушной базы в Гадауте, сбил грузинский беспилотник и ушел на российскую территорию. После этого практически без перерывов продолжалась, то есть тогда началась война малой интенсивности, она продолжалась до конца июля 2008 года, постепенно повышался уровень напряженности до войны большой интенсивности, которая действительно происходила в августе, сентябре и октябре прошлого года. Так, ответ на наш вопрос, на ком же больше ответственность? 30 секунд. Согласно тому же определению, если мы придерживаемся критериев, то российские регулярные войска пересекли российско-грузинскую международную границу. Грузинские войска не находились на российской территории. Грузинские самолеты не бомбили российскую территорию, а российские самолеты бомбили грузинские города. По всем критериям, которые существуют в этом определении, включая наемники, поставку вооружений и боеприпасов, поддержка военизированных формирований и так далее, ответственность за развязывание агрессии лежит на российской стороне.
Я нажимаю красную кнопку «Стоп» и подвожу итоги нашего голосования. На ком лежит ответственность за развязывание августовских событий? Именно в такой формулировке мы задавали вопрос, и в результате получили, что 24% проголосовавших в прямом эфире считают, что ответственность лежит на Грузии, в то же время 76% считают, что ответственность лежит на России. Тут, когда вы обосновывали свою позицию, Андрей Николаевич, возникает вопрос. Безусловно, если мы будем подходить формально, да, то действительно Россия пересекла свою границу и воевала на территории Грузии, и высказывала агрессию. Но если мы будем смотреть с человеческой точки зрения, кто первый начал убивать? По этому поводу есть совершенно четкие, однозначные подтверждения. Первое гражданское лицо в период как раз 20 апреля 2008 года, о котором мы говорили, не вообще с 90-х годов или с 80-х или когда-то, а с 20 апреля в 2008 году первое гражданское лицо, подросток 13-летний, грузинский, был убит на территории Южной Осетии в грузинском селе 13 июля 2008 года. Первые первые военнослужащие грузинского миротворческого батальона, мы помним, что именно гибель российских миротворцев была использована российскими властями в качестве повода для осуществления массированной агрессии против Грузии. Так вот, двое грузинских миротворцев были убиты фактически за сутки до основных событий, о которых так хорошо известно, около 2 часов дня 7 августа в результате массированного обстрела деревень Авневи и Нули юго-осетинской артиллерии, применявшей тогда запрещенное тяжелое оружие калибром, который запрещен в зоне конфликта. Понятно. Давайте перейдем к следующему аспекту. Это вопрос, был ли геноцид, потому что никаких независимых свидетельств того, что грузинские войска проводили в Южной Осетии именно такую целенаправленную этническую чистку, нет. Тем не менее, глава СКП господин Бастрыкин говорил, что все факты налицо, и можно прямо-таки возбуждать уголовное дело. Мы все это помним. Вопрос на голосование мы ставим такой. Как вы считаете, был ли факт геноцида осетинского народа во время тех самых августовских событий? Если вы считаете, что да, факт геноцида был тогда 6600-664, если нет, то тогда 6600-66-5. Голосование пошло. Это один из самых, наверное, краеугольных камней всей этой истории. История с точки зрения, наверное, пропаганды, как с одной стороны, так и с другой. Это факт геноцида был, нет. Геноцид — это громкое слово, им так просто кидаться нельзя, поэтому мы еще раз задаем свой вопрос. Как вы считаете, был ли факт геноцида осетинского народа вот в этих конкретных событиях? Если да, 6600-664, если нет, 6600-665. Андрей Николаевич, у вас опять 3 минуты. Пользуясь вашей информацией, я хотел бы напомнить, что веб-сайт юго-осетинских властей, посвященных будущему геноциду осетинского народа в августе 2008 года, был открыт в июне 2008 года. Поэтому нужно отдать должное прозорливости тех людей, кто загодя открыл этот сайт и стал размещать материалы, посвященные будущим событиям. Скажите, одно дело использовать слово «геноцид» в обыденной речи, называя какое-то нападение, да? Другое дело возбуждать уголовное дело по факту геноцида. Вы понимаете, что формально юридическое употребление термина может сильно отличаться от бытового. И поэтому, совершенно верно. Поэтому название сайта еще не доказывает ничего. Тем не менее, на это следует обратить внимание. Что же касается международно признанного определения геноцида, то в международном праве есть четкое и довольно жесткое определение геноцида, которое предусматривает использование всей силы государственной машины для уничтожения граждан по какому-либо конкретному признаку, этническому, религиозному, социальному или какому-то другому. Несмотря на то, что фактов уничтожения в массовом количестве людей в разных обществах, в разные времена немало, на настоящее время в международном сообществе признаются, по меньшей мере, без больших дискуссий, 3 факта геноцида. Это уничтожение армянского населения в 1915-1921 годах на территории Оттоманской Турции и в последующие годы. Это Холокост, уничтожение евреев во время Второй мировой войны. И это уничтожение народности Тутси подразделениями Хуту во время геноцида
года в Руанде, так и называется. Даже те страшные события, которые происходят в течение нескольких последних лет в Дарфуре, в Судане, в настоящее время пока по этому поводу решение не принято международным сообществом. Те события, которые использовались российскими официальными властями в качестве повода и в качестве сопоставления с войной в Южной Осетии, события в Косово, никогда геноцидом международно признанным не назывались. Отдельные люди это называли, но в международном праве это называется этническими чистками, осуществленными сербской милицией и Югославской народной армией против косоваров. А что же касается количества погибших, мы все хорошо помним, что в августе эту цифру неоднократно называли в размере 2000, иногда даже 3000 человек. А сейчас мы можем сказать, что это не мнение правозащитников, это не мнение грузинской стороны, это последнее заключение Следственного комитета прокуратуры Российской Федерации, согласно которому на территории Южной Осетии погибло 162 мирных жителей. Это 162 мирных жителей. Это официальные данные Следственного комитета прокуратуры, которые были объявлены поздней осенью прошлого года. С тех пор эта цифра не менялась. Для сравнения должен сказать, что количество мирных жителей с грузинской стороны, погибших во время войны, оказалось большим — 224 человека. При этом следует иметь в виду, что на территории Южной Осетии шли бои, как мы знаем, и в Цхинвале, и в других местах. На территории Грузии боев наземных фактически не было, за исключением маленького участка в районе деревни Кавиама-Никози, прилегающих к Южной Осетии, откуда было эвакуировано население. И подавляющее большинство, если не все, мирные граждане Грузии, грузинской стороны, погибли в результате бомбежек и ракетных обстрелов с российской стороны. Иными словами, исходя из критериев, признанных в международном праве, естественно, геноцида осетинского народа не было. Нажимаю красную кнопку «Стоп». Результаты такие. Геноцид признают 18% проголосовавших сейчас в прямом эфире. 82%, так же, как и наш гость, считают, что факта геноцида не было. Ну, давайте перейдем к следующему голосованию. Их, как мы и обещали, у нас очень много. Не даем вам расслабиться. Начало войны. Обстрел Цхинвали был для России полной неожиданностью. И если вы считаете, что да, для России это было полной неожиданностью, тогда 66-00-66-4. Если вы считаете, что для России это не было неожиданностью, тогда 66-00-66-5. Голосование. Процесс пошел. Очередной важный вопрос всей кампании – это то, был ли обстрел Цхинвали неожиданностью. Если вы считаете, что для России это была полная неожиданность, 66-00-66-4. Если вы так не считаете, 66-00-66-5. Тоже важный пропагандистский вопрос, ведь так? Это не только пропагандистский, это важный вопрос восстановления реальной картины того, что происходило. По этому поводу в настоящее время существует колоссальное количество информации, однозначно показывающей, что российские регулярные войска вошли на территорию Южной Осетии, по крайней мере, отдельные подразделения, как минимум за неделю до наиболее острой фазы боев 7-8 августа. Об этом подробно рассказывал капитан Денис Сидристов в знаменитой статье в газете «Красная звезда», в которой он рассказывал, как его часть вошла, как они наблюдали, что там происходило. И потом эта статья, поскольку содержала изобличающие материалы, была вначале подправлена на сайте газеты «Красная звезда», потом была снята. Но, несмотря на то, что дискуссия по поводу того, правильно ли сказал капитан то, что он видел, или правильно записала ли журналистка его слова, так сказать, вся эта дискуссия продолжалась несколько месяцев. Можно сказать, одну из последних точек, по крайней мере, в настоящее время, поставил выступавший в эфире вашей уважаемой радиостанции «Эхо Москвы» недели 2 тому назад генерал Борисов, бывший комендантом Горья во время войны, который сказал, что те российские регулярные части, которые участвовали в учениях на территории Южной Осетии за неделю до начала боев, показали себя наилучшим образом, потому что они были знакомы с рельефом. А вот те части, которые приходилось вводить из-за пределов, из территории России, оказались не столь хорошо подготовлены. Тем
источника – это не доказательство. Это не два источника. Этих источников, этих данных сотни. Вот в одном из вопросов, который был направлен к нашей передаче, коллега рекомендовал поговорить с генералом Баранкевичем, бывшим секретарем Совета Безопасности Южной Осетии во время войны. Я позволю зачитать просто цитату из интервью Анатолия Баранкевича. Во-первых, у нас были танки Т-55. Мы их танком вывезли рядом с городом, поставили. Они хорошо поработали, а потом вошли в город. Это означает, танки находились в зоне конфликта, рядом с Кинвали, что запрещено Докамысскими соглашениями. Они не только находились на территории Южной Осетии, они находились на территории конфликта. Они были подготовлены для ведения боев. Следует иметь в виду, что полевые штабы Северокавказского военного округа, Ленинградского военного округа были размещены до начала войны, до начала вот этих боевых действий, острых боевых действий, соответственно, в Джаве и в Сухуме. Сергей Багапш рассказал утром 7 августа, еще до основных боев, еще даже до гибели грузинских миротворцев, о том, что ему позвонил Эдуард какой-то и с радостью сообщил, что целый батальон регулярных войск Северокавказского военного округа вступил на территорию Южной Осетии. Утром 7 августа военное и политическое руководство от Южной Осетии спустилось в бункер в ожидании военных действий и так далее. Им удалось эвакуировать 20 тысяч человек населения из Южной Осетии, из примерно 35 тысяч населения Южной Осетии до начала боевых действий. Эти, а также огромное количество других фактов указывает на то, что юго-осетинские части и российские части, которые находились на территории Южной Осетии, знали, когда начнется война, готовились к ней и очень подробно об этом информировали не только друг друга, но и средства массовой информации. Нажимаю красную кнопку «Стоп». Результаты голосования следующие. 12% радиослушателей «Эхо Москвы» говорят о том, что это было, что нападение, так называемое грузинское, было неожиданным для России. В то же время 88% так не считают и считают, что соглашаются с господином Илларионовым, считают, что это было спланированное или предсказуемое действие. Я напомню, мы говорим на тему «Лукавые цифры российско-грузинской войны» с Андреем Илларионовым, старшим научным сотрудником Института Катона и президентом фонда Институт экономического анализа. Не отключайтесь, оставайтесь с нами. Мы вернемся через несколько минут. Добрый вечер, мы вновь в студии. Татьяна Фельгенгауэр, Антонина Самсонова. Это программа «Лукавые цифры». Сегодня говорим на тему «Лукавые цифры российско-грузинской войны» с Андреем Николаевичем Илларионовым, старшим научным сотрудником Института Катона и президентом фонда Институт экономического анализа. Здравствуйте еще раз для тех, кто к нам присоединился. Добрый вечер. Мы продолжаем в достаточно жестком временном режиме работать. И впереди у нас еще 4 голосования. Нам надо уместить их в чуть меньше, чем полчаса. Частично эту тему мы уже затронули в самом начале, но все же чуть более подробно хотелось бы узнать вашу точку зрения и то, как думают наши слушатели и зрители. Вопрос для голосования такой. Кто был агрессором в войне Грузии и России? Если вы считаете, что агрессором выступала Грузия, тогда ваш телефон 6620-66-4. Если же вы считаете, что Россия была агрессором в этой ситуации, тогда 6620-66-5. Начался подсчет ваших голосов. Итак, снова повторю вопрос. Кто же был агрессором в этой войне? В алфавитном порядке. Агрессор Грузия 6600-66-4. Агрессор Россия 6600-66-5. У вас 3 минуты. Пользуясь вашим вопросом, я бы обратил внимание на то, какое количество мирных предложений сделало грузинское руководство в последние годы, и особенно в 2008 году. Честно говоря, это трудно себе представить, потому что грузинские власти предлагали такие варианты взаимоотношений между грузинской общиной и юго-осетинской общиной, грузинской общиной и абхазской общиной, которые несколько лет тому назад трудно было себе представить. Для абхазов была предложена фактически программа создания федеративного государства с колоссальным уровнем автономии, с
с правом блокирования любых решений, касающихся Абхазии в рамках единого государства. Эти предложения пошли гораздо дальше так называемого плана Бодена, который был подготовлен международным, одним из известных немецких дипломатов Дитером Боденом в начале 2000-х годов, и который был отвергнут абхазской стороной. Грузинские планы также были отвергнуты грузинской стороной. А что касается взаимоотношений с Осетией, то в предшествующий период, когда президентом Южной Осетии был Людвиг Чибиров, а президентом Грузии был Эдуард Шеварднадзе, в результате нескольких встреч между двумя лидерами был подготовлен так называемый Баденский документ, который предусматривал широкую автономию Южной Осетии в рамках Грузии. И именно подписание, парафирование этого документа в 2000 году запустило процесс замены господина Чибирова на этом посту, потому что для российского руководства такой человек, который готов был договариваться с грузинским властями, был абсолютно неприемлем. И поэтому в результате соответствующей операции, которая была проведена российскими спецслужбами, один офицер российской разведки организовал целый ряд мероприятий, и потом целиком господин Чибиров не смог выиграть выборы в конце 2001 года. Президентом стал господин Какой-то, который на первом же совещании со своими сотрудниками, представителями общественности Южной Осетии поставил задачу развязывания войны против Грузии как единственного способа добиться независимости от Южной Осетии. Но в летние месяцы... воевала не с Абхазией, не с Осетией, она воевала с Россией, могла бы договариваться с Россией, например, о том, чтобы не вступать в НАТО и не форсировать эту ситуацию. У нас сейчас хорошо известно, Саакашвили неоднократно предлагал российскому руководству решение вопросов территориальной целостности Грузии за любую цену, включая за цену участия в блоке НАТО. А российская сторона отказалась. Так же, как она отказалась от всех предложений, мирных предложений, высказанных не только грузинской стороной, но и со стороны Европейского Союза, ОБСЕ, группы друзей Грузии. Эти предложения в течение 2008 года шли каждую неделю. По каждому из этих предложений абхазская, осетинская, российская сторона говорили однозначно нет. Последние буквально... Последняя попытка для того, чтобы договориться, предотвратить наступление войны, это попытка того же Саакашвили позвонить в Москву и говорить с президентом Российской Федерации Дмитрием Медведевым вечером 6 августа, когда уже юго-осетинская артиллерия сносила грузинские деревни с лица земли. Российский МИД, который ответственен за соединение президентов, ответил холодно. Время для разговоров президентов еще не наступило. Послушайте, но ведь Грузия весной 2006 года прекрасно могла разобраться с Южной Осетией, и Ираклий Абрашвили, который ныне в изгнании во Франции, даже обвинял публично Михаила Саакашвили в трусости, что почему же мы в 2006 году не решили эту ситуацию, и тогда Россия бы ничего не сделала. Рокский туннель. Я вам больше скажу, вы можете напомнить о словах того же Абрашвили, который часто упоминается, о том, что он даже обещал встретить Новый год с января, новый 2007 год с января. Но мы также должны помнить, что произошло после этого с Ираклием Абрашвили. Он перестал быть министром обороны Грузии. По-разному можно относиться к этому, но так или иначе было видно, что если, собственно говоря, силовое решение обсуждалось, но никогда не было принято, судя по всему, грузинским руководством, и оно решило, и мне кажется, оно в этом смысле было право, что если продолжать те экономические, политические, юридические реформы, которые происходили в Грузии, то исторически, рано или поздно, и осетинская община, и абхазская община имели бы очень хорошие шансы развития в рамках грузинского государства. Поэтому они не предполагали применять, судя по всему, наступательную операцию. Если уж говорить про наступательную операцию, надо иметь в виду, что количество танков, бронемашин, артиллерийских орудий на территории Абхазии и Южной Осетии к началу 2008 года, в этих двух республиках проживало тогда 250 тысяч человек, по данным, превысило количество танков, бронемашин, артиллерийских орудий и другой техники, которая находилась на территории Грузии. В стране с населением в 20 раз большим, 4,5 миллиона человек. Спрашивается, каким образом два таких
маленьких и очень небогатых, а прямо скажем, очень бедных, особенно Южной Осетии, регионов, смогли обеспечить военный потенциал, который превышал потенциал Грузии по ряду параметров в 2,5-3 раза. Я нажимаю красную кнопку «Стоп». О военном потенциале мы поговорим прямо сейчас, но прежде подведем итоги голосования. Итак, мы задавали вопрос, кто был агрессором в войне Грузии и России. И прежде чем я скажу, как вы проголосовали, я хочу обратить ваше внимание на очень важный аспект. Агрессор не тот, кто первый бьет, как это бывает в драке. В военном вопросе важно, кто пытается договориться. Ведь прежде чем мы переходим к военным действиям, мы пытаемся за столом переговоров каким-то образом решить вопрос мирно. Кто предпринимал больше усилий, именно об этом говорил сейчас господин Илларионов и рассказывал о попытках разных сторон договориться в этом конфликте. Итак, кто агрессор в войне Грузии и России? Грузия, так считает 19% проголосовавших сейчас в прямом эфире. Это невероятно удивительные цифры, даже учитывая там нерепрезентативность наших голосований. Тем не менее, много раз проводились подобные опросы на «Эхо Москвы». Цифры невероятные. И 81% считает, что агрессором в этой войне была Россия. Тут приходит огромное количество возмущений на наш эфирный пейджер, на наш СМС по поводу результатов голосования. Но это вы голосуете. У нас, как вы видите, мобильных телефонов в руках нет. Давайте перейдем уже сразу к следующему голосованию. Начали немного мы говорить о военных ресурсах. Именно о них сейчас и хотим спросить вас. Кто потратил, по вашему мнению, больше военных ресурсов на войну? Грузия 66-00-66-4 или Россия 66-00-66-5? Голосование пошло. Поступают у нас уже голоса. Кто потратил больше военных ресурсов на войну? Грузия 66-00-66-4, Россия 66-00-66-5. Мы не говорим про Южную Осетию и Абхазию, потому что на тот момент они ни одной из сторон не были признаны независимыми. Следует обратить внимание на те цифры, которые хорошо известны, я уверен, нашим радиослушателям и зрителям. Это увеличение военных расходов в Грузии примерно в 30 раз, с 30 миллионов долларов в 2003 году до чуть более 1 миллиарда долларов в 2008 году. Когда наши пропагандисты говорят о этих цифрах, они говорят правду. Это действительно так. Военные расходы Грузии увеличились в 30 раз и составили чуть больше 1 миллиарда долларов в пиковый год 2008 года. Надо иметь в виду, правда, при этом несколько обстоятельств. Первое обстоятельство. В 2009 году они сократились на 40%, а в России они выросли. Но самое главное не в этом. Этот миллиард долларов военных расходов, достигнутый с очень низкого уровня, тем не менее оказался самыми низкими военными расходами среди всех стран, находящихся в этом регионе. Не только в России, но и, соответственно, в Турции, Иране, Азербайджане и Армении. Хотя Армения ВВП или на тысячу населения? Абсолютная величина. И что касается процентов к ВВП, то следует иметь в виду. Проценты к ВВП, еще раз обращаю внимание, это самое удивительно. Это следует обратить внимание, потому что в отличие, скажем, от России или Турции или Ирана, или даже Азербайджана, Армения, например, имеет меньшую численность населения, чем Грузия, имеет примерно такой же ВВП на душу населения, как Грузия. Тем не менее, расходы Армении военные превышают грузинские военные расходы. И численность вооруженных сил Армении гораздо больше, чем численность вооруженных сил Грузии. По сути дела, Грузия, как бы это ни говорилось, как это не противоречит нашим традиционным представлениям, обладает сейчас наименьшими по численности вооруженными силами в этом регионе. Посмотрим, какое количество военной техники находилось на территории Абхазии и Южной Осетии. Мы уже говорили о том, что совокупное число танков, бронемашин, бронетранспортеров, артиллерийских орудий, ракетных систем залпового огня на этих двух территориях совокупно превышало соответствующие показатели для Грузии в начале 2008 года. Как такое могло быть, что, еще раз говорю, территории с населением совокупным 250 тысяч человек имели вооружений больше, чем страна с населением независимая, самостоятельная страна, имевшая полное право приобретать соответствующее оружие на мировых рынках, чем Грузия с населением 4,5 миллиона человек. А теперь посмотрим. На территорию независимой Грузии, на территории там, ее республика Абхазия и Южная Осетия, кто-то притаскивает такое количество танков и бронемашин, что это сопоставимо со всем потенциалом Грузии. Да, это не просто сопоставимо, а превышает это. Более того, все молчат? Нет, не все молчат. Об этом говорят, но говорил об этом грузинское правительство, неоднократно заявляя соответствующие протесты. Заявляли об этом европейские державы, заявляли об
об этом руководство Соединенных Штатов Америки. Основные поставки в Южной Осетии, естественно, шли через тот самый знаменитый Рокский туннель, о котором так много было сказано. Следует иметь в виду, что первые массовые поставки тяжелого вооружения, запрещенного к размещению в зоне конфликта, на другую территорию, в нарушение всех международных соглашений, были осуществлены в конце января, начале февраля 2003 года. За 10 месяцев до так называемой революции РОС, которая привела к власти господина Саакашвили, его команду, Нино Бурджаназа и всех тех людей, кто находится либо во власти, либо в оппозиции к власти сегодня в Грузии. Иными словами, как угодно можно относиться к нынешним грузинским руководителям, но массовые поставки, включая поставку 12 танков Т-55, эти поставки были осуществлены и размещены на военной базе в районе Джавы в конце января, начале февраля 2003 года. К чему привели эти поставки? И эти поставки последующие. Вот смотрим, что было на начало 2008 года. Южная Осетия стала абсолютным рекордсменом по уровню милитаризации в современном мире, превысим в том числе такие милитаризованные державы, как Израиль и Северная Корея. По количеству танков, всех видов танков, Южная Осетия в 3 с лишним раза на 1000 населения превысила Израиль и почти в 15 раз превысила Северную Корею. По количеству БМП и БТРов Южная Осетия превысила показатели Израиля почти в 4 раза, а Северную Корею почти, страшно сказать, в 40 раз по количеству соответствующей техники на 1000 населения. Красная кнопка «Стоп». Красная кнопка «Стоп». Подвожу итоги голосования. 10% считают, что Грузия была более сильной на момент и потратила больше военных ресурсов на момент начала кампании. 90% считают, что это была Россия. Вот это поистине самые лукавые цифры сегодняшней передачи, потому что если мы будем смотреть на Грузию перед войной и будем учитывать то, что говорит господин Ларионов, что мы увидим? На территории Грузии, на Абхазии, Южной Осетию стягивается огромное количество военных ресурсов. Если их считать военными ресурсами, находящимися на территории страны, которая сейчас вступит в войну с Россией, да, то ее потенциал увеличился неимоверно. Если считать, что Грузия вела войну со своими республиками Южной Осетии и Абхазией, то тогда не у Грузии, видимо, был приоритет в этой войне. И вот это контринтуитивно. Не Грузия, да, а Южная Осетия и Абхазия на момент начала обстрела с Хинвали были более милитаризированы. Ну, я думаю, что не стоит забывать, что в самом, ну, скажем так, вот полномасштабном вторжении участвовали 40 тысяч российских военнослужащих, поэтому тут, в общем, цифр-то лукавых и не лукавых много. Следует иметь в виду, что вы упомянули как раз цифры, которые физически находились на территории Южной Осетии и Абхазии. Следует иметь в виду, что все вооруженные силы, точнее так скажем, в операции, которая участвовала с грузинской стороны, участвовало порядка, там цифры меняются, от 8 до 12 тысяч военнослужащих, около 5 тысяч полицейских. То есть 17 тысяч, то есть это примерно в 2,5 раза меньше, чем российские войска. Но кроме российских войск находились, соответственно, вооруженные силы Абхазии, вооруженные силы Южной Осетии, кроме того, ополченцы, кроме того, казаки, кроме того, добровольцы и так далее. То есть соотношение вооруженных сил, участвовавших непосредственно в военных столкновениях, было более чем 3-кратным в пользу российско-абхазско-осетинской коалиции. Если же учитывать все вооруженные силы, которые принимали участие, в том числе и в качестве тылового обеспечения в Северо-Кавказском военном округе, которые были привлечены к этому, то подавляющее большинство экспертов называет цифры в районе 70-80 тысяч регулярных российских войск, плюс все вспомогательные части, которые были на территории Абхазии и Южной Осетии, представляющие соответствующие эти регионы. Следует иметь в виду, что все вооруженные силы Грузии составляли 32 тысячи человек, из которых наиболее боеспособная бригада в численности около 2000 человек находилась в это время в Ираке. То есть даже и по тем войскам, которые участвовали непосредственно в боях, и по тем в целом войскам, которые участвовали во всей этой операции, соотношение 3, а может быть даже 3-кратно, а может быть даже более высокое в пользу коалиции.
Мы не будем проводить итоговое голосование, которое мы запланировали, для того, чтобы повторить тот вопрос, который мы задавали в самом начале, на ком лежит ответственность за грузино-российский конфликт. Я понимаю, последнее голосование, которое мы только что проводили, настолько тебя впечатлило, что ты решила не дублировать его. Действительно, потому что получается, что наши слушатели, которые сейчас голосуют, они каждый раз голосуют, исходя из тех соображений, чтобы поддержать Грузию и не поддерживать Россию. Если бы было хоть какое-то противоречие... Очень убедительно Да, у нас, конечно, идет агитация во время голосования, но если бы было хоть одно противоречие, хоть один не такой расклад голосов, я думаю, имело бы смысл провести голосование. Поскольку такого не произошло, мы голосование проводить не будем. И у нас остается 9 минут до конца эфира, и вот что я хотела бы вам предложить. У вас огромное исследование, у вас огромное количество цифр, телезрители могут видеть количество бумажек, лежащих на столе перед Андреем Николаевичем. Есть те цифры, которые мы не успели сегодня назвать, и есть из них, на мой взгляд, довольно интересные цифры и факты, в частности, касающиеся эвакуации мирного населения. Меня волнует вообще, честно говоря, больше всего это как раз мирное население. Из Южной Осетии, из Тхинвали, из Грузии, из Поти, из Гори происходила ли эвакуация, когда, кто лучше подготовился, кто больше о своих заботился? Эти данные хорошо известны. Эвакуация из Тхинвали и осетинских сел, окружающих Тхинвали, началась 2 августа 2008 года. Эвакуация из грузинских деревень началась 7 августа. И уже тогда, когда эти деревни, эти села оказались под непрерывным артиллерийским обстрелом. За почти неделю до полуночи 7 на 8 августа, я уже говорил об этом, с территории Южной Осетии было эвакуировано 20 тысяч человек, что составляет более половины от населения Южной Осетии, по оценке на тот период порядка 35 тысяч, предлагаемые наиболее серьезными, солидными международными наблюдателями. По этому показателю отношение эвакуированных к общей численности населения, это отношение практически полностью соответствует и даже несколько превышает соотношение эвакуированных к общей численности населения Косово в 1999 году, в марте 1999 года, когда разворачивался косовский инцидент. Дело в том, что российские власти попытались представить юго-осетинскую историю в качестве полного, стопроцентного зеркала косовской ситуации. Поэтому для того, чтобы, поскольку именно в Косово идея гуманитарной интервенции для спасения жизни гражданских лиц была использована для внешней интервенции. Собственно, в этом смысле российские власти пытались повторить это по отношению к Южной Осетии. Именно поэтому до начала всех военных действий было эвакуировано ровно столько же в процентном отношении к численности населения Южной Осетии, как и в Косово за 9 лет до этого. Тогда из 2 миллионов населения Косово беженцами стало примерно 1 миллион человек. Но, пользуясь теми буквально несколькими минутами, которые у нас остались до конца передачи, я хотел бы сказать о 2 вещах, если у меня есть такая возможность. Война – это всегда трагедия. И хотя мы здесь говорим достаточно спокойно, но за каждой из цифр, за каждым из фактов, которые мы сегодня называем, идут трагедии, десятки, сотни, тысячи трагедий, которые коснулись российских граждан, грузинских граждан, независимо от их национальности, были ли русские, грузины, абхазы, осетины, это коснулось всех. 2 наиболее трагичные истории я хотел бы затронуть здесь. Трагичная история связана прежде всего с российскими миротворцами и российскими гражданами в Тхинвали, потому что по имеющейся информации фактически они были принесены в жертву для того, чтобы предоставить российским властям повод и основание для осуществления полномасштабной агрессии. В начале утром 8 августа командир миротворческого батальона Константин Тимирман получил приказ для своей части, не всего миротворческого батальона, а части миротворческого батальона, который находился в южном или так называемом верхнем городке, занять боевые позиции и при приближении грузинских войск и грузинских полицейских открыть огонь. Тимирман, как хороший офицер,
уточнил, то есть перепроверил, правильно ли он понял странный, невероятный приказ, который, как командир миротворческого подразделения, он не должен был бы получать. И он получил от командующего смешанными силами в зоне конфликта генерала Кулахметова подтверждение, да, такой приказ. После чего вместе с примерно 250 военнослужащими Тимирман выполнил этот приказ, перекрыв несколько дорог, заняв позиции с юга от Схинвали. И около 6 часов утра, как свидетельствует большое количество свидетелей, российские миротворцы открыли огонь по грузинским полицейским, которые в это время по проходящим рядом дорогам проходили в Схинвале. Собственно, таким образом начался тот самый бой, который привел к гибели 10 российских миротворцев и который был использован в качестве предлога для осуществления массированной агрессии со стороны России. В наградном утверждении, в наградном документе о присвоении звания Героя Российской Федерации Тимирману сказано, что во время боя подразделение, возглавляемое Тимирманом, уничтожило 4 грузинских танка, 6 бронемашин и около 50 человек живой силы противника. У меня очень важный вопрос, и это просто вот смысл всей этой передачи и вашего выступления и всего на свете, да? Я никогда этого не делаю, я никогда не рассказываю гостям, что про них пишут на СМС. Но просто дальше просто невозможно терпеть, да, потому что на наш СМС сейчас приходит огромное количество личных оскорблений нашего гостя в прямом эфире. И я думаю, что вы подозреваете, что есть люди, которые такие вещи хотят вам написать после того, что вы сейчас говорите. Вы, по сути, вы пришли, да, открывать правду людям, которые не знают ее, которые слышали обрывочные сведения о войне. Мы видим, что по нашим голосованиям подавляющее большинство вас поддерживает. Но есть отдельные люди, которые настолько убеждены в своей правоте, что бы вы сейчас ни сказали, они вам не поверят. Зачем вы все это делаете? Тоня, я скажу последние буквально 1,5 минуты, которые у меня есть, для того, чтобы сказать, пожалуй, самое главное, ради чего я это делаю. Я начал наш разговор со слов о том, что российские власти до сих пор не обнародовали не только поименного списка погибших, но и даже общего числа погибших российских граждан. Мы своими, и в том числе это делалось большим количеством просто людей, некоторых которых я просто не знаю, потому что это делалось по переписке, это делалось в блогосфере. Мы находили разнообразные документы, восстанавливали. Мы попытались создать списки погибших в этой войне с обеих сторон. Что касается грузинской стороны, это не составляло проблемы, потому что грузинские власти еще осенью прошлого года опубликовали исчерпывающие списки, поименные списки погибших грузинских гражданских лиц, 224 человека, и грузинских военнослужащих и полицейских, 186 человек. Что касается российских, осетинских, абхазских погибших лиц, это не было сделано. Мы попробовали создать этот список. Это не полный список, у нас нет всех документов. Но даже по тем данным, которые у нас есть, были составлены списки на 669 человек, погибших в этой войне. У нас есть основания полагать, что эта цифра будет больше, но за эту цифру мы несем ответственность, потому что это конкретные фамилии, имена, отчества, иногда дата рождения, иногда обстоятельства гибели, место гибели и так далее. Из этих 669 человек 162, как сообщил СКП при Генеральной прокуратуре, это гражданские лица, и 507 человек являются военнослужащими российской армии, юго-осетинских вооруженных сил, абхазских вооруженных сил, наемники, добровольцы, казаки и другие лица, которые участвовали в этом. Этих цифр ни те люди, кто поддерживает, ни те люди, кто возражает, не знают. И мне хотелось бы прежде всего сказать, что главное, ради чего я и многие другие делаем эту работу, для того, чтобы просто, независимо от того, кем они были, независимо даже на какой стороне они были, и даже тогда, если они делали неправое дело, мы знали бы этих людей, кто являлся гражданами Российской Федерации и кто погиб в этой войне. 5 секунд на ответ. Когда новая война? К сожалению, то, что сейчас происходит, дает серьезное основание опасаться, что, возможно, в июле этого года, возможно, гораздо более интенсивное продолжение российско-грузинской войны. Спасибо большое. К сожалению, закончилось наше время. Я напомню, что вы смотрели и слушали программу «Луковые цифры», которую для вас провели Татьяна Фельгенгауэр и Антонина Самсонова. В гостях у нас был Андрей Ларионов, старший научный сотрудник Института Катон и президент фонда Институт экономического анализа. Большое спасибо, Андрей Николаевич. Всего.
პირველი თემა პირდაპირ ეთერშია ჩვენ მაყურებელს შემოგთავაზებთ სრული ვერსია იმ გადაცემისა, რომელიც გავიდა ტელეკომპანია RTV-ის ეთერში და რომლის სტუმარიც გახლდათ პუტინის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი. დისკუსია გაგრძელდება პირველი თემის სტუდიაში. ჩვენი სტუმრები არიან ექსპერტები ანდრო ბარნოვი, ზურაბ დავითაშვილი, ნიკა ჩიტაძე. საღამოშვიდობის ბატონებო. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი გადაცემა დღეს იწყება, შეიძლება ითქვას დისკუსია საკმაოდ გვიან. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დავიწყოთ საუბარით, ჩვენ მოვისმინეთ სრულად ის ვერსია, რაც გავიდა ჩვენს ეთერშიც, RTV-ის ეთერში გასულ გადაცემას გულისხმობ და მაყურებლების პასუხიდან გამომდინარე, იმ გამოკითხვების მიხედვით, რომელიც ჩატარდა რამდენიმე გამოკითხვა ამ გადაცემის მიმდინარეობისას, აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა დაეკისრა რუსეთს. მაყურებელთა ასევე დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ომის დასაწყისი იყო დაგეგმილი, აგრესორი იყო რუსეთი და 90% ასევე გამოკითხულთა მიიჩნევს, რომ რუსეთმა მეტი რესურსი დახარჯა ამ ომისათვის. თვითონ თქვენგანს მინდა დავუსვა პირველ რიგში ის კითხვა, რა დასკვნების საფუძველს გვაძლევს ეს გამოკითხვა, ბატონ ზურაბ, თქვენგან დავიწყებ. მოგესალმებით. მე მივიჩნევდი ძალიან მისასალმებლად და პროგრესულად, რომ აი ეს ციფრები გამოხატავდეს მთელი რუსეთის აზრს იმის შესახებ, თუ ვინ არის აგრესორი, ვინ არის დამნაშავე და ვინ დაიწყო ეს მართლაც და სამარცხვინო ომი საქართველოს ტერიტორიაზე. მაგრამ სამწუხაროდ RTV-i არის სპეციფიკური ტელევიზია, რომელსაც ყავს თავისი მაყურებელი და მაყურებელის ეს მე ასე დავარქმევდი ნამდვილად შეგნებული მაყურებელი, რომელსაც სულ სხვა წარმოდგენა აქვს იმ სინამდვილეზე, პოლიტიკურ სინამდვილეზე, რაც ხდება დღეს და არა ის, რასაც ასე დაჟინებით რუსული პროპაგანდა ქადაგებს ხოლმე. მე ამას იმიტომ ვიძახი, რომ ძნელია მოიძებნოს მეორე ქვეყანა, სადაც მოსახლეობის ფართო მასები ისე იყოს უკრიტიკოდ განწყობილი თავისი ხელისუფლების მიმართ, ისეთნაირად ჯეროდეს, აი წარმოუდგენელი შეიძლება ითქვას. მე მაგალითად ვფიქრობ, რომ ეს არის როგორც ხელისუფლება, ხა საზოგადოება ტრადიციულად ასეთი იყო რუსეთში საზოგადოება, ის უკრიტიკო დამოკიდებულება, ის დამორჩილება ხელისუფლების ნებისმიერი პროპაგანდისტული ნაბიჯისა, ეს ნამდვილად არის რუსული საზოგადოების პრობლემა. და სასიამოვნოა მაინც, რომ როდესაც აი ასეთ ციფრებს ვიღებთ, ეს მაინც ძალიან პროგრესულია, რომ რაღაც ნაწილი რუსეთის მოსახლეობისა ნამდვილად საღად აფასებს მოვლენებს. ბატონიკა, თქვენ რა დასკვნების საფუძველი მოგცათ ამ გამოკითხვის შედეგებმა? ბატონმა ზურაბმა გაიხსენა, რომ RTV-ის ყავს თავისი მაყურებელი, სპეციფიკური მაყურებელი, მაგრამ თავად წამყვანებმაც აღნიშნეს და განაცხადეს არაერთხელ, რომ ეს იყო მათთვისაც მოულოდნელი შედეგი და ასევე შემოდიოდა სტუდიაში ზარები გაკვირვებული მაყურებლის. მოგესალმებით, თქვენ ცნობთ, მინდა აღვნიშნო, რომ აგვისტოს ომის დღეებში ლევადამ ჩაატარა სოციოლოგიური გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 7% იღებდა ინფორმაციას ინტერნეტიდან ომის მსვლელობის შესახებ, თუმცა შემდგომში, რა თქმა უნდა, მოსახლეობის იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც უფრო მეტი ინფორმაცია მიიღო, იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაარღვია რეალურად საერთაშორისო სამართლის პრინციპები, ვინ განახორციელა აგრესია. ანუ ინფორმირებულობის ხარისხი ამაღლდა. ინფორმირების ხარისხი შედარებით უფრო ამაღლდა, შედარებით შემდგომში, როდესაც უფრო მეტი და მეტმა ადამიანმა იიღო ინფორმაცია სხვა წყაროებით. საზოგადოებრივ აზრზე როგორ ფიქრობთ, რა გავლენა მოახდინა? რა თქმა უნდა, ამან დადებითი გავლენა მოახდინა საზოგადოებრივ აზრზე, იმიტომ რომ თუ თავიდან მაგალითად ომის პირველ დღეებში, როგორც მედვედევის, ასევე პუტინის რეიტინგი საგრძნობლად ამაღლდა, რადგანაც რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამართლებდა რუსეთის ქმედებას, რადგანაც როგორც რუსეთის მასმედიის საშუალებები იუწყებოდნენ, because რუსეთმა განახორციელა ჰუმანიტარული ინტერვენცია, თითქოს და რუსეთმა იხსნა ოსი ხალხი გენოციდისგან და ასე შემდეგ და შესაბამისად ამის შემდეგ რუსეთის ხელისუფლების იმიჯი რუსეთის მოსახლეობის თვალში კიდევ უფრო ამაღლდა, მაგრამ გავიდა დრო და მას შემდეგ რაც მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა იგივე თუნდაც ინტერნეტიდან, იგივე სხვა საინფორმაციო საშუალებებიდან უკვე სხვა ინფორმაცია მიიღო, იგივე RTV-ის საშუალებით, შესაბამისად მოსახლეობის გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება რუსეთის მიერ აგვისტოს მოვლენების დროს გატარებული პოლიტიკისადმი შეიცვალა. თუმცა, როგორც ბატონმა ზურაბმა აღნიშნა, რა თქმა უნდა, აუცილებელი აღნიშნოს ის ფაქტი, რომ RTV-ის თვალყურს ადევნებს ძირითადად ესე იგი დემოკრატიულ
გარკვეულად განწყობილი მოსახლეობის ნაწილი და აქედან გამომდინარე შესაბამისად თქვათ ალბათ მოსალოდნელი იყო გარკვეულწილად თქვათ ის ციფრები, თუმცა მეორე მხრივ რა თქმა უნდა სრულად სამწუხაროდ არ გამოხატავს რუსეთის მოსახლეობის დამოკიდებულებას. თუნდაც იცით აქ აღსანიშნავია ეს ფაქტიც, რომ შეიძლება ბევრი ადამიანი რუსეთში აცნობიერებს იმას, რომ რუსეთმა განახორციელა აგრესია, რომ რუსეთი იყო აგრესორი, მაგრამ ბევრი ამაყობს იმით, რომ თქვათ ის არის ძერჟავის შვილი, ეს არის მოქალაქე დიდი რუსეთის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომაც ახლა მომავალი გვიჩვენებს როგორ შეიცვლება მომავალში რუსეთის საზოგადოების დამოკიდებულება აგვისტოს ომის მიმართ. ბატონ ანდრო, თქვენ რადგან გამოტანის საფუძველს გაცლებთ მოსმენილი და დადახული შედეგები მიანიშნებს ეს რუსი მაყურებლის მეტი ნაწილის დაუშვათ პოზიციის ცვლილებაზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამარხს ყავს მაყურებელი საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც განსხვავებულად ფიქრობს. დიდად განსხვავებულს ვერაფერს ვიტყვი. ეთახმები ყველაფერსაც აკითხვა. ეს არ არის ბუნებრივია მარტო RTVI შეიძლება ეს დავუმატოთ, ეს არის ასევე რადიო ეხლა მოსკოვი, რომელსაც გაცილებით უფრო დიდი დაფარვა აქვს ვიდრე RTVI-ს, რომელიც საკაბელო ტელევიზია. ეხლა მოსკოვი 30-ზე მეტ სიხშირეზე მაუწყებლობს მთელი რუსეთის მასშტაბით და ეს ცოტა უფრო მეტ მნიშვნელობას აძლევს შეიძლება იმ ციფრებს, რაც მოვისმინეთ, თუმცა ეს მაინც არ არის ბუნებრივია ესეთი სრულყოფილი გამოკითხვა, სწორი შერჩევით ისე რომ ასახავდეს საზოგადოების ასახო, თუმცა ეს რომ რადიოც არის ჩართული ასე თქვა საქმეში, ეს რაღაცას მატებს. ძირითადად მე რამდენად შეიძლება რომ საზოგადოებრივ აზრზე მასობრივად მოახდინოს მეტწილად გავლენა ასეთი ტიპის გამოკითხვების ასეთმა შედეგებმა ან ილარიონოვის მსგავსი გამოსვლებმა და რასმის შედეგებმა ნაკლებად, მაგრამ ილარიონოვის მსგავსმა გამოსვლება, რა თქმა უნდა მოახდინოს და მოახდენს კიდევაც გავლენას, ეს არ არის მარტო გამოსვლა თან, ხო? აქ არის პუბლიკაციები, იწერება, ციფრები, რომლის გადამოწმებაც შეიძლება, არის მითითებები წყაროებზე, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, ბუნებრივია. აქ ახლა როცა ისმევა კითხვა, რომ დაუშვათ რატო არის დღეს ასეთი მოულოდნელი შედეგი, ალბათ არის დროის ფაქტორი მართლაც, რომ აი დრო გავიდე, ხალხმა მოახერხა რომ მეტი ინფორმაცია მიიღო, ეს მოახერხა მცდელობის გარეშეც, იმიტომ რომ ინფორმაცია ისეთი რაღაცაა, ხო, რაც პრინციპში ყველგან ხვდებით, ამას ვაწყდებით და ახლა პრინციპში დაუკვირდეთ რა კითხვებია, ხო? საკმაოდ ისეთი კითხვებია, ცხადი, ერთი შეხედვით. ანუ როგორც კი ეს წნეხი საინფორმაციო მთელი თავის სიმძაფრით, ასე ვთქვათ, მოიხსნა და ეს განელდა ცოტა, ხო? საღაზს, ასე ვთქვათ, მიეცა უფრო გასაქანი და არაფერი უცნაური ამაში არ არის, რასაც ხედავთ. უცნაური ის არის, რომ მთლიანად საზოგადოების აზრი არ ემთხვევა აი ამ პასუხებს, რასაც ჩვენ დღეს ვისმენთ, თორე თავისთავად ლოგიკური პასუხებია ისეთი, რაც ყველას უნდა ესმოდეს. კი ბატონო, მოდით რამდენიმე ასპექტზე გავამახვილოთ ყურადღება იმ მაგალითებზე, რომელიც წარმოადგინა ამ გადაცემის სტუმარმა, უფრო სწორად RTV-ის ეთერში გასული გადაცემის სტუმარმა ილარიონოვმა. ილარიონოვმა აღნიშნა ისიც, რომ კონფლიქტების მოგვარების სანაცვლოდ საქართველოს ხელისუფლება, ამჟამინდელი ხელისუფლება იყო მზად ეთქვა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზეც კი უარი, თუმცა ამან რუსულ წრეებთან ვერ გამოიღო შედეგი. ბატონო, ისევ თქვენგან დავიწყებ და შემდეგ გადავალ ჩვენ სტუმრებზე. რაზე მიუთითებს ის, რომ დაუშვათ თუ კი მართლაც იყო რეალურად ასეთი შეთავაზება და ასეთი მოლაპარაკება, რომ ნატოზე უარის თქმის სანაცვლოდაც კი უარზე იყო რუსეთი, მოგვარებული ან თავის გავლენებზე ეთქვა უარი ამ რეგიონებში. კარგად ვიცით, რომ ეს საკითხი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ გაფართოება და მით უფრო საქართველოს სწრაფო მისკენ არის საკითხი, რომელიც იწევდა და იწევს კიდეც რუსეთის გაღიზიანებას ერთი მხრივ და არის მნიშვნელოვანი საქართველოს ხელისუფლებისთვის მეორე. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება მზად იყო ნატოზე უარი ეთქვა, მე თუ არ ვწდები, ყოველ შემთხვევაში მე ასე მახსოვს, რომ მიხეილ სააკაშვილიმ ერთხელ თქვა ასეთი რაღაც, რომ ჩვენ ვთავაზობდითო პუტინს, რომ არც ნატო გვინდა არაფერი, ოღონდაც ეს პრობლემების გადაწყვეტაში მოგვეხმარე. ანუ ალბათ ეს მართალია, იმიტომ რომ ასე მახსოვს, რომ სააკაშვილის მხრიდანაც ასეთი რაღაცა ითქვა თავის დროზე. ომის შემდეგ იყო რაღაც 1-2 თვის მერე მახსოვს გამოსვლა, სადაც ასეთი რაღაცა თქვა მან. რაც შეეხება იმას თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო ეს დაუშვათ მისაღები პუტინისთვის, ხო? მე მგონი აქ პასუხი არ არის რთული, ესეც ძალიან გასაგებია. საქმე ის არის, რომ თუ საქართველოს არ ექნება პრობლემები და თუ ამ პრობლემებზე არ იქნება ეს რუსეთის ძალიან ესეთი ცუდი ხელი დადებული, ხო? მაშინ რუსეთს საომავლოდ არ ექნება ბერკეტი, რომ საქართველოს ასე თქვა თავისუფალი ნება და არჩევანი აკონტროლოს. ხო, ანუ მისი განმოსახედიდან და აი ამ ტიპის პოლიტიკოსის
გადმოსახედიდან ეს არის მოტყუება. მას გონია რომ მას ატყუებენ. ანუ მას ეუბნებია რომ მოდი თანა ვიცხოვროთ კარგად ერთად, მაგრამ როგორც კი ის ხედავს იმის შესაძლებლობას რომ შეიძლება კონტროლი დაკარგოს პირდაპირ, მის ეს არის მიუღებელი რეალობა და ამიტომ მიაჩნია რომ მოტყუებული რჩება ამ სიტუაციაში. აი ამ ჭრილში არის პასუხისაძიებელი, თორე ნატოს პერსპექტივა, ანუ საქართველოს და საქართველოს ამ შემთხვევაში ჩვენს თავზე ვლაპარაკობთ, ნატოში შესვლის პერსპექტივა მართლაც არის ის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი, რის გამოც რუსეთი არის აგრესიულად განწყობილი ჩვენი პოლიტიკის მიმართ. თუ კი ეს ძირითადი არ შეიძლება იყოს საბაბი იმისათვის, რომ რუსეთმა გადმოუბადოს ზურაბ და რუსეთმა დათმოს თავისი პრივილეგიები, გნებავთ გავლენები კონფლიქტურ რეგიონებში, ანუ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არც ჰქონდა შანსი რუსეთთან მოლაპარაკების. იცით, ახლა აქ მაინც ასეთნაირად უნდა დადგეს საკითხი, რომ ნატოში შესვლა ეს თვითმიზანი კი არ არის, ეს არის ის გზა, რომლითაც ერთადერთი გზა, რითაც შესაძლებელია, რომ უზრუნველყოფილი იქნეს საქართველოს უსაფრთხოება და ბოლოს საქართველოს გაწევრიანდეს იმ დიდ ოჯახში, რასაც ევროატლანტიკური ოჯახი ჰქვია, ასეთნაირად დავარქმევდი მე მას. ეხლა ეს ისტორიას თუ გადავხედავთ, ჩვენი ბედი ყოველთვის ასეთი იყო. ჩვენ ვირჩევდით იმ ორიენტაციას, რომელიც იმ მომენტისათვის იყო პროგრესული და იყო ჩვენი ბუნებრივი განვითარების გზა. ხა, როდესაც 2 საუკუნის წინ საქართველოს აირჩია რუსეთის გზა, მაშინ ეს იყო პროგრესული ნაბიჯი და იყო მიმართული, ვთქვათ, იმისათვის, რომ უარი გვეთქვა, ვთქვათ, ირანისა და ოსმალეთის ქვეშევრდომობაზე. დღეს საკითხი დგას ასე, რომ ერთადერთი გზა ეს არ არის, ესე პროგრესის გზა არის დასავლეთი. ლაპარაკი ნეიტრალიტეტზე, ლაპარაკი ვთქვათ რუსულ ჩრდილოეთის მიმართულებაზე, ეს მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება დროში გადაავადოს ეს პრობლემები, რომლებიც დგას საქართველოში. არასოდეს სამწუხაროდ თუ ჩვენ არ გავხდით ევროპული ოჯახის წევრი, არ გავხდით ევროატლანტიკური ალიანსის ნაწილი, ჩვენ ყოველთვის გვექნება პრობლემა ტერიტორიული მთლიანობისაც. ყოველთვის გვექნება პრობლემა გარეშე ძალის ამ შემთხვევაში რუსეთის საფრთხეს. მაგრამ რამდენად შეაფერხა ეს პროცესი იგივე თუნდაც აგვისტოს ომმა, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, ბატონიკა, არაერთხელ დაგვისვამს ეს კითხვა და არაერთხელ დასმულა ეს კითხვა აგვისტოს მოვლენების შემდეგ. თქვენს დებატით მე მინდა ყოველდღიურად გამახვილო იმ ფაქტზე, რომ რუსეთი არასდროს საბჭოთა კავშირის დაცვის შემდგომ პერიოდში რუსეთი არასდროს არ იყო დაინტერესებული კონფლიქტების საქართველოს ტერიტორიაზე მოგვარებული იყო მშვიდობიანი გზით, რუსეთმა გააღვივა კონფლიქტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კიდევ 90-იან წლების დასაწყისში, როდესაც არავითარ ნატოზე არ იყო საუბარი და რუსეთი არ დაეხმარა საქართველოს კონფლიქტების მოგვარებაში, მას შემდეგაც, როდესაც იგივე 1993 წელს საქართველოს პრორუსული საგარეო პოლიტიკური კურსი მიიღო, როდესაც საქართველოს ხელი მოაწერა რუსეთთან 94 წელს ჩარჩოხაშულებას, როდესაც საქართველოს დათანხმდა იმაზე, რომ 25 წლის ვადით 4 სამხედრო ბაზა განთავსებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე და როდესაც საქართველოს თანხმობა განაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ შესულიყო დსთ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში. ფაქტს ახსენებს ილარიონოვი დაგომისის ხელშეკრულებას იხსენებს და შემდგომში მას ახსენებს, რატომ დაიწყო რუსეთმა ასე თქვა ჩიბიროვის შეცვლის პროცესი. კი, რა თქმა უნდა, ესე იგი დაგომისის ხელშეკრულებას, რომელსაც ხელი მოეწერა ჯერ კიდევ 92 წელს, სხვადასხვა მაშინ საქართველოს ჰქონდა შანსი, რომ დაემყარებლა კონტროლი სამხრეთ ოსეთზე, თუმცა თქვათ, თუ გავიხსენებთ ეს 15 წლის განვითარებულ მოვლენებს, მაშინ ვიცე-პრეზიდენტი რუცკოი გამოვიდა სიტყვით რუსეთის ტელევიზიით და მან განაცხადა, რომ თუ ქართული ჯარი შევიდოდა ცხინვალში, ამ შემთხვევაში რუსეთის სამხედრო სახარო ძალები დაბომბავდნენ თბილისს და ამის შემდეგ შევარდნაძე იძულებული იყო ხელი მოეწერა დაგომისის ხელშეკრულებისთვის. რაც შეეხება აქედან გამომდინარე, რუსეთი არასდროს არ იყო დაინტერესებული ამ კონფლიქტების მოგვარებით, მაშინაც კი, როდესაც საქართველოს გააჩნდა პრორუსული საგარეო პოლიტიკური კურსი და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორი 90-იან წლების მეორე ნახევარში ესე იგი შეიცვალა დასავლეთის მიმართულებით
და რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ამდენად შეაფერხა აგვისტოს ომმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, მინდა აღვნიშნოთ თქვენის დებართვით, რომ პირიქით ჩემის აზრით დასავლეთმა ნათლად დაინახა თუ ვინ არის აგრესორი, ვინ ახორციელებს პირდაპირ აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და გარდა ამისა შეიქმნა უკვე 19 აგვისტოს შეიქმნა ნატო საქართველოს კომისია. ეს შორის ნატო არასდროს არ ქმნის რაღაც ცალკეულ კომისიებს და რაღაც ცალკეულ სტრუქტურებს ცალკეულ სახელმწიფოებთან. გამონაკლისს წარმოადგენენ რუსეთის ფედერაცია და უკრაინა. ნატო ყოველთვის აყალიბებს გარკვეულ სტრუქტურებს და ინიციატივებს მაგრამ ამის მიუხედავად ომის შემდგომ პერიოდში ასევე ევროკავშირთან ასევე ნატოსთან რუსეთის გაყინული ურთიერთობებიც რაღაც ეტაპის შემდეგ განახლდა და აღდგა. ის აღდგა კი, მაგრამ იგივე ევროკავშირი ნათლად ხედავს, რომ რუსეთი არ არის საიმედო პარტნიორი, თუნდაც იგივე რუსეთ-საქართველოს ომმა, თუნდაც იგივე გაზის კრიზისმა რუსეთსა და უკრაინას შორის 2009 წლის იანვარში ნათლად მიანიშნა იმაზე, რომ რუსეთი აღარ წარმოადგენს საიმედო პარტნიორს და შესაბამისად ევროკავშირმა გარკვეულწილად განახორციელოს ალტერნატიული პროექტები, სადაც რუსეთი არ იქნება ჩართული და თუნდაც იგივე აღმოსავლეთის პარტნიორების ინიციატივა, სადაც ჩართულნი არიან ისეთი პროდასავლური სახელმწიფო, როგორც საქართველო ერთი მხრივ და ისეთი პრორუსული ორიენტაციის სახელმწიფო, როგორც არის ბელარუსი, მეორე მხრივ ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ნატოსა და ევროკავშირის პოლიტიკა იცვლება და მიუხედავად იმისა, რომ კი ბატონო, თქვა ნატო რუსეთის საბჭოს საქმიანობა განახლდა და ეს გამოწვეულია იმით, რომ ნატოს სჭირდება რუსეთის ტერიტორიის გამოყენება ავღანეთის ტერიტორიაზე სამხედრო და ჰუმანიტარული ტვირთების ტრანსპორტირებისათვის. ამ შემთხვევაში ნატოსა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, რაც შეეხება საქართველოს, დასავლეთი არაპირებს უკან დახევას და დასავლეთი არანაირად არაპირებს, რომ უარი თქვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე და პირიქით დასავლეთი ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით განაგრძობს საქართველოს დახმარებას. ბატონო ანდრო, ანუ აქედან გამომდინარე შეიძლება დღეს ვთქვათ, რომ კაფეოა უკვე დასავლეთის საერთაშორისო საზოგადოებისათვის პასუხი იმაზე, ვის ეკისრება მეტი წილი პასუხისმგებლობა ამ კონფლიქტის გაჩაღებაში და ვინ იყო ამ შემთხვევაში აგრესორი. ის არის მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად პასუხი ხა ექსპერტულ დონეზე პრინციპში გასაგებია და აქ ბევრი კითხვა შეიძლება ისმებოდეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქმე გვაქვს რუსეთთან, რომელიც არის უზარმაზარი ბირთვული სახელმწიფო და ნებისმიერი პასუხი, რომელიც რუსეთთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, კითხვა, რომელიც რუსეთთან დაკავშირებით დგება და ამ კითხვაზე პასუხები არის პოლიტიკის ნაწილი. ასე რომ ექსპერტულ დონეზე კი ბატონო, დარწმუნებული ვარ და პრინციპში ხარ ვეცნობით ხო სხვადასხვა კვლევებს იქ პასუხები არის, მეტნაკლებად ერთმნიშვნელოვანი, ხა იქ შეიძლება დავა იყოს იმაზე, რომ უშუალოდ 8 რიცხვში პირველი ტყვია ვინ გაისროლა, მაგრამ ყველა მიცის რომ 8-ში არ დაწყებულა ეს ყველაფერი და გაცილებით ადრე დაიწყო და ისიც ყველა მიცის რომ ომი არ არის რაღაც ცალკე აღებული რაღაც განცალკევებით გარი ფენომენის პოლიტიკის ნაწილია და მისი გაგრძელებაა ხო? ასე რომ რუსეთის როლის შესახებ დიდი კითხვები ექსპერტულ დონეზე ბუნებრივი არ დგება, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის თუ რა მოხდება პოლიტიკის დონეზე და აი ამ ჭრილში სწორედ. იქ ასე მარტივად არ არის საქმე. სხვათა შორის, როდესაც გაეროს გენერალური მდივნის წინასწარი მოხსენება გამოქვეყნდა სანამ რეზოლუციაზე გავიდოთ რეზოლუციის მიღებას გადაწყვეტა უშრობის საბჭო, მაშინ გახსოვთ ალბათ სათაურში წინასწარ როდესაც გამოქვეყნდა იყო, რომ აფხაზეთი არ იყო ნახსენები როგორც საქართველოს ნაწილი. თუნდაც მაშინაც ქართულმა მხარემ შეაფასა ეს რუსული გავლენის შედეგად და რუსული შანტაჟის შედეგად. ეს ხომ არ მიუთითებს იმას, რომ გარკვეულწილად აზრი შეიცვალა დამოკიდებულება რუსეთის და რუსული პოლიტიკის სასარგებლოდ. ეს რა არის? ეს არის პროცესი. ასე არ არის. აქ არ არის წმენებზე ლაპარაკი, რომ დაუშვათ ბანკი-მუნს შეერა, ასე სწამს, რომ დაუშვათ აფხაზეთი აღარ არის საქართველოს ნაწილი. ამაზე არ არის. ეს არის პროცესი, ეს არის უზარმაზარი სოფლიოში ყველაზე დიდი რეალურად ორგანიზაციის, ყველაზე რთული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მას უწევს, რომ რაღაც რთული გადაწყვეტილებები მიიღოს, ფორმულირებები გამოძევნოს იმისათვის, რომ პროცესი გაგრძელდეს, ხო? უბრალოდ ჩვენ მივიღეთ ის სამწუხარო რეალობა, რომ მიუხედავად იმას, თქვა კომპრომისული მოხსენებისა, ის არ იყო არც რეზოლუცია არაფერი, იყო გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება, მიუხედავად ამისა, ჩვენ მისია ვერ შევინარჩუნეთ. ეს მოხდა. ჩვენ უნდა გვესმოდეს ის, რაც ესმის სოფლიოში ყველას და ჩვენს პრინციპში რომ ეს არის პროცესი და ეს ჩვენ საქმე გვაქვს რუსეთთან, რომელიც იბრძვის ძალიან აქტიურად. სხვა საქმეა, რომ მისი მეთოდები და მიმართება საქმისადმი, ასე ვთქვათ, არის მიუღებელი, დასაგმობი, ჩვენთვის ძალიან დამაზიარებელი და დამანგრეველი, მაგრამ რეალობა თუ ჩვენ თავალი არ გაუსწორებთ და უშოთ თუ ლოზუნგების დონიდან არ ჩამოვედით,
ყოველი მომდევნო დღე შეიძლება უარესი აღმოჩნდეს, ხო? ამას უნდა კარგად გაგება, რა ხდება და რა კონტექსტში ცხოვრობთ. აი, რა ვიცი, ზოგადად ეს არის და დეტალებზე თუ გნებავთ. ილარინოვის გამოსვლის ერთ ნაწილს დავისესხებ, ისე მას ასე მოყავს მაგალითად, როგორ მიიღო სამშვიდობო ქვედანაყოფის მეთაურმა ბრძანება გაიხსნა ცეცხლ ქართველი პოლიციელებისა და სამშვიდობოებისათვის, რის შემდეგაც შეტაკებას მოყვა მსხვერპლი რუსი სამშვიდობოების მხრიდანზე, რაც შემდეგში ილარიონოვის თქმით გამოიყენა რუსეთმა მოტივად იმისათვის, რომ განეხორციელება ფართომასშტაბიანი აგრესია. საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებულობაზე და მის დამოკიდებულებაზე მეტნაკლებად ვისაუბრეთ. ბატონ ზურაბ, ასეთი მონაცემები, დოკუმენტები, გნებავთ ჩვენება რამდენად იქნება საკმარისი საფუძველი ან საფუძველი საერთაშორისო საზოგადოების გარდა იმ საერთაშორისო კომისიისათვის, რომელიც აწარმოებს ამ ომის სამზადისა და შედეგებზე გამოძიებას და რომელმაც უნდა დადოს რამდენიმე თვეში დასკვნა ტალიამინის ხელმძღვანელობით გულისხმობ კომისიას. Ну, ბუნებრივია ასეთი ფაქტები, თუ ეს ფაქტები დადასტურებული იქნება, გარკვეულ როლს ითამაშებს იმ საბოლოო დასკვნაში, რომელსაც ტალიანის კომისია დადებს და როგორც ჩამოყალიბდება საერთო აზრი ამ ომში აგრესორისა და მსხვერპლის შესახებ. თუმცა ილარიონოვის გამოსვლას დავეყრდნობით, მას ის ეყრდნობოდა თვითმხილველების ჩვენებებს, ეყრდნობოდა გარკვეულ მონაცემებს, თუნდაც საომარ ხარჯებსა და შეიარაღების. ხო, გასაგებია, რომ ახლა ამ შემთხვევაში მე პირადად ჩემთვის საკმარისია ის არგუმენტები, რომელიც ლარიონოვმა მოიყვანა, მაგრამ ხან უნდა გვავიწყდება, რომ რუსეთი რაღაც გარკვეულ საწინააღმდეგო არგუმენტებს დადებს. ყოველ შემთხვევაში რაღაც შეეცდება მის გაკეთებისათვის, ამიტომ ეს არ იქნება ესეთი იოლი პროცესი, რომელიც ცალსახად, ვთქვათ, გაამტყუნებს რუსეთს და გაამართლებს საქართველოს. საქმე ერთი რამე კი ნამდვილად ფაქტია, უბრალოდ ლოგიკურადაც თუ ვიმსჯერებთ, უნდა ვთქვათ, რომ ის ფაქტები, რაც ითქვა იგივე ჩიბიროვის მოშორება პოლიტიკიდან, ის გარკვეული დათბობის პროცესი, რომელიც იყო ხალხის დონეზე მაინც კავშირები იყო ბოლოს და ბოლოს ერთი დახედვაც კი ხო, რა თქმა უნდა და მე ყველაფერს თავი დავანებოთ, უბრალოდ რუკასაც რომ დავხედოთ, შეუძლებელია ამ რეგიონმა, თქვა საქართველოს დანარჩენი რეგიონების გარეშე არსებობს. ერთადერთი კომუნიკაციის გზა ეს არის სწორედ სამი მხრიდან საქართველოს ტერიტორია და მეოთხე მხრიდან 3000 მეტრიანი გაუვალი ქედი, რომელიც მხოლოდ აი გვირაბის საშუალებით თუ ფუნქციონირებს. ეს აქ იყო საჭირო ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომ ის ურთიერთობა, რომელიც ქართველ და ოს ხალხს შორის არსებობდა ტრადიციულად და იშვიათია ორი სხვა ხალხი, სადაც ასეთი მაღალი იყო, თქვა, შერეული ქორწინებების ხვედრითი წილი, ასეთი ურთიერთობა. აი, ამათი გაუცხოება მომხდარიყო. ჯერ კიდევ 50-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც ქართული ენა იქნა ამოღებული სკოლებიდან, მთელი თაობა ოსი ბავშვებისა გაიზარდა იმ გაგებით, რომ ისინი არიან ოსეთის მცხოვრები, რომლებიც გაყოფილია რუსეთსა და საქართველოს შორის. თავიანთი მშობლების ან განსხვავებით აღარ იცოდნენ ქართული ენა, გადავიდნენ ისინი რუსულ ენაზე, რუსულ აზროვნებაზე. პრაქტიკულად მომზად და ეს საფუძველი, რომ გაუცხოება მომხდარიყო და თანაც ისეც უნდა გავიწყდება, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ეს ორადორი ავტონომიური რესპუბლიკა იყო საბჭოთა კავშირში, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში არ იყო, მაგრამ რუსეთს უშუალოდ ესაზღვრებოდა. ამიტომ ყველაზე ადვილი, აი ამ პროცესების შემდეგ მათი ანექსია ამის მიმართ იყო და ამიტომ ჭირდებოდა ეს ყველაფერი რუსეთს, რომ გამოეწვია ერთი რაღაც საფუძველი, როდესაც 2001 წელს იყო თუ არ ვცდები, რომ რუსეთი პირველ იმაში უსაფრთხოების კონცეფციაში რუსეთი დაიცავს თავის მოქალაქეებს, სადაც არ უნდა იყო. ეს უკვე ნიშნავდა იმას, რომ რაღაც ძალიან ისეთ იმას ამზადებდა. კი ბატონო, ანდრეი ილარიონოვის გამოსვლიდან ჩანს და გამოკითხვის შედეგებიდანაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვინ იყო აგრესორი, ასე მიიჩნევს ყოველ შემთხვევაში მაყურებლის დიდი ნაწილი და ვინ დაიწყო ომი, მაგრამ გავიხსენოთ ისიც ახსენა კიდეც ანდრეი ილარიონოვმა, გახსოვთ ალბათ გენერალ ბორისოვის ცნობილი ინტერვიუ, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა ეხო მოსკოვზე, ასევე რამდენიმე თვის წინანდელი გამოსვლა დიმიტრი მედვედევის, ესეც გახსოვთ ალბათ, დიახ, ჩვენ ვემზადებოდით ომისათვის. ბატონიკა, შეიძლება თუ არა დავინახოთ ამაში გარკვეული მიზეზები ან მიზანი, რა შეიძლება უკავშირდებოდეს რუსეთის პოლიცია
პოლიტიკური ხელმძღვანელობის გნებავთ სამხედრო მაღალჩინოსნების მხრიდან მსგავსი აღიარებები, თუ შეიძლება ამას აღიარება დავარქვით. ნუ რა თქმა უნდა, რუსეთი ემზადებოდა ამ ომისთვის, რუსეთს სურდა განახორციელებინა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. ამის რამდენიმე მიზანი არსებობს, რაღაც მიზეზი არსებობს, მოდით ვიხდი, რაც შეეხება მიზეზებს, პირველ რიგში რუსეთის სურვილი იყო დაემყარებინა კონტროლი საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ ნავთობსადენებსა და გაზსადენებზე. ეს ერთი, მეორე, რა თქმა უნდა, დაკავშირებული იყო კოსოვოს აღიარებასთან, რადგანაც რუსეთმა ჩათვალა, რომ მას შემდეგ რაც დასავლეთმა აღიარა კოსოვო, ესე იგი რუსეთის საერთაშორისო პრესტიჟი შესუსტა და გამომდინარე აქედან რუსეთს სურდა გარკვეულწილად სამაგიერო გადაეხადა დასავლეთისათვის და რაღაც საბაბს ეძებდა იმისათვის, რომ ეღიარებინა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა. ეს დაკავშირებული იყო ასევე, რა თქმა უნდა, ნატოს შემდგომ გაფართოებასთან აღმოსავლეთისკენ და დაკავშირებული იყო სხვა მეტად მნიშვნელოვან ფაქტორებთან. რაც შეეხება თვითონ ესე იგი ომის დაწყების საბაბს, იცით, რუსეთმა ამ შემთხვევაში გამოიყენა ტიპიური როგორც საბჭოთა კომუნისტური, ასევე ფაშისტური მეთოდები, აი თქვენის დებავთ მე მინდა მოიყვანო მაგალითი იმისა, თუ როგორ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, ხო, როდესაც პოლონურ ფორმაში გამოწყობილმა გერმანელმა ჯარისკაცებმა მიიტანეს იერიში რადიოსადგურ გლუვიცეზე და შესაბამისად ამის შემდგომ გერმანიას მიეცა გარკვეული საბაბი თავს დასმოდა პოლონეთს, ბრალი დაედო პოლონეთისთვის, რომ თითქოს პოლონეთი ახორციელებს აგრესიას გერმანიის წინააღმდეგ, ან იგივე, როდესაც საბჭოთა კავშირის ფინეთის საზღვარზე საბჭოთა კავშირმა თავის პროვოკაციული ქმედებებით ქალაქ მაინეიმთან აიძულა ფინური артиლერია გაეხსნა საპასუხო ცეცხლი და ამის შემდეგ ეს საბჭოთა კავშირმა განაცხადა, რომ ფინეთმა განახორციელა აგრესია საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და საბჭოთა კავშირი იძულებული იყო ებრძოლა ფინეთში არსებული მანერგეიმის რეჟიმის წინააღმდეგ. ანალოგიურად საქართველოში რუსეთი ეძებდა საბაბს და მან მონახა ეს საბაბი, ეს იყო რა თქმა უნდა დაკავშირებული თუნდაც იგივე ორი რუსი მშვიდობის ყოფილის დაღუპვასთან და მაგრამ რაც შეეხება მიზეზებს, ეს იყო რამდენიმე სხვა მიზეზი, რის გამოც რუსეთს სურდა ამ აგრესიის განხორციელება საქართველოს წინააღმდეგ. გარდა ამისა, სხვადასხვა რუსეთს იმის იმედი ჰქონდა, რომ დასავლეთში არ იქნებოდა ერთსულოვნება, რადგანაც რამდენიმე თვის წინ იგივე ნატოს ბუქარესტის სამიტზე, ნატოს წევრ-ქვეყნებში არ იყო ერთსულოვნება საქართველოსა და უკრაინისათვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, ეგრეთ წოდებული მაპის მინიჭებასთან დაკავშირებით, ამიტომაც რუსეთს ეკონა, რომ ესეთ ქვეყნები როგორც არის იგივე გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ასე შემდეგ, თქვათ, გაამართლებენ რუსეთის ქმედებას და რუსეთმა აქტიურად დაიწყო საინფორმაციო ომის წარმოება ჯერ კიდევ ომამდელ პერიოდში და შესაბამისად, რუსეთის მიზანი იყო შესაბამისად აგრესიის განხორციელება, თუმცა ამ აგრესიის ახსნა იმით, რომ თითქოს ის იცავდა ოსი ხალხის უფლებებს, მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებებს, რომ მას არავითარი საერთაშორისო სამართლის პრინციპები არ დაურღვევია. თუმცა საერთაშორისო საზოგადოება და მათ შორის იგივე რუსეთის მოქალაქეები, თუნდაც ამ გამოკითხვის შედეგად ხვდებიან, თუ ვინ დაიწყო რეალურად ომი, ვის სურდა ომი, რატომ სურდა და რა შედეგები მოუტანა ომმა რუსეთსაც და საქართველოსაც. და კითხვა, რომელიც გასული წლის ზაფხულის შემდეგ ძალიან ხშირად ჩნდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ასე ვთქვათ, ნატოს წვრთნების ერთგვარ პასუხად შეფასდა რუსეთის მიერ დაგეგმილი წვრთნები, ფართომასშტაბიანი წვრთნები კავკასია 2009, რუსული ძალების მობილიზება კონფლიქტურ რეგიონებში, მის მიერ დამოუკიდებლობის აღიარება, საერთაშორისო მისიების საქმიანობის შეწყვეტა. ანუ სურათი რეალურად ბევრად შეიცვალა გასული წლის შემდეგ. აი ეს ბატონო ანდრო, რა დასკვნების და რა პროგნოზების საფუძველს შეიძლება გვაძლევდეს ეს ყველაფერი? შექმნილი სურათი, რა დასკვნების საფუძველს შეიძლება გვაძლევდეს? წვრთნები, იმიტომ ვახსენე, რომ წელს როცა იწყებოდა ეს წვრთნები, გაიხსენეს შარშანდელი ზაფხულის, როდესაც ივლისის ბოლოს წვრთნების დასრულების შემდეგ დაიწყო აგრესია. ანუ მე გულისხმობ კითხვაში, რამდენად შესაძლებელია და რეალურია წელს განმეორებითი აგრესიაში. შესაძლებელი არის, რაც არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად იქნება, მაგრამ რისკი არის სერიოზული. მაგრამ მთავარი არის ჩვენ სწორად ავიქვათ, რას ნიშნავს ეს წვრთნები, რომელიც მიმდინარეობს აი ახლა ამ დღეებში ჩრდილოეთ კავკასიაში. აქ შეუძლებელია მე ვიყო დარწმუნებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემი ხედვით და რასაც მე ვაკვირდები, ეს არის უფრო ფონი იმ პირობებში, როდესაც თანხდება დღის წესრიგი ობამას ვიზიტთან დაკავშირებით. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ აგრესია შესაძლებელია.
ანუ ეს რას ნიშნავს? დღეს რუსეთს არ აწყობს არანაირად, რომ წვრთნები ქმნის მხოლოდ ამ ფონს თუ ის რაც ვახსენეთ, მისიების საქმიანობის შეწყვეტა, გაზრდილი სამხედრო კონტინგენტი, ჯავშან ტექნიკა, დამოუკიდებლობის ყველაფერი ერთი პროცესის ნაწილია. წვრთნები არის თან ამისი დემონსტრირება და ასე ჩვენება ძალიან აშკარად, რომ აი ჩვენ მზად ვართ ყველანაირად, დინამიკაშია, მოძრაობაშია ძალები, თან არ არის შემთხვევითი, რომ 6 ივლისს თავდება წვრთნები, როდესაც იწყება ობამას ვიზიტი. ანუ რისი თქვა მინდა იცით რომ რუსეთს არ უნდა არანაირად რომ როდესაც ობამა ეწევა მოსკოვს იქ იხილოს დაუშვათ ამერიკის პრეზიდენტი რომელიც თითს უქნევს რუსეთს და რაღაცებზე მიუთითებს. ამიტომ ისინი ცდილობენ რომ ყველანაირად ყველაზე მწვავე თემები გამორიცხონ ამ მოლაპარაკებების ამ ასე თქვათ დღის წესრიგის სიიდან, დღის წესრიგიდან, ხო, რაღაცნაირად ამოიყვნენ. ამიტომ ისინი ქმნიან, ხა ბუნებრივია ამაზე ლაპარაკი არ მიდის მათ შორის, მაგრამ ჩანს, ამას არ უნდა ლაპარაკი. ქმნიან მუქარას, მაგალითად საქართველოს შესახებ. საქართველოს მიმართულებით, რაც ნიშნავს, რომ გადავთარგმნოთ ასე ვთქვათ ამ ჩვენთვის ყველასთვის გასაგებ ენაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მე შემიძლია ჩავსალო საერთოდ ეს მოლაპარაკებები, ისე რომ მოლაპარაკების შესახებ არაფერი არ თქვა. აი მაგალითად დავიწყო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. გაწყობ შენეს. მე არ გევაჭრები შენ. მე არ შემოვდივარ ამ ტიპის კონტაქტში, მაგრამ ვარ მზად და მას გიჩვენებ. წვრთნები ამიტომ მნიშვნელოვანი. ეხლა შარშან მთლად ასე არ იყო, ანუ რა თქმა უნდა ძალიან დიდწილად ეს სიტუაციები ერთმანეთს გავს, იმიტომ რომ მაშინ წვრთნები იმართებოდა და ბოლო-ბოლო მივიღეთ ჩვენ აგრესია, მაგრამ აი როგორ გითხრათ, ანუ დიპლომატიური ფონი მაინც განსხვავებული იყო. იქ არ მიდიოდა დაუშვათ დეესკალაციისაკენ საქმე და აქ უბრალოდ ჩვენ გვაქვს როგორი სიტუაცია, რომ მხარეები ნიშნავენ ცდილობენ განმუხტვას, მაგრამ ყველა ცდილობს განუხტოს თავის სცენარით. მაშინ სხვა სიტუაცია ჰქონდა, მაშინ პირიქით ესკალაციისაკენ მიდიოდა საქმე და ეს პირდაპირი აგრესია იყო. ანუ წელს შანსი იმისა, რომ აი ეს მანევრები და ეს ასე ვთქვათ დაგროვება სამხედრო ტექნიკის და სამხედრო ძალის არმაულ ტექნიკის რეგიონში გადაიზრდება ომში, არის მაინც ნაკლები, იმიტომ რომ ეს დიპლომატიაზე და ამ გარიგებაზე არის, მაინც და დიპლომატიის ხელოვნებაზეც კი თუნდაც ASCII-ს რო ვთქვათ, ამაზეც ბევრად არის დამოკიდებული. შაშანეს ამაზე არ იყო დამოკიდებული. აი ესეთი რეალობა ჩემი ხედვით. ეს დაარჩა სტუმრსაც მინდა ვკითხო. ამ თემაზე აზრი ისევ დავესახებ იმ გადაცემას, იმ სტუმარს, რომელიც გამოსვლაც მოვისმინეთ ანდრეი ილარიონოვის, მან ივლისში შესაძლო აგრესია ახსენა გადაცემის დასასრულს. ბატონ ზურაბ, თქვენ როგორ ფიქრობთ, რეალობა რამდენად მაღალი? ნამდვილად არის, მაგრამ მთლიანად ვეთანხმები ამ დროს, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად იქნება. ამ წვრთნებს აქვს თავისი დანიშნულება და ჩემი აზრით აქ არის ორი ფაქტორი. ჯერ ერთი რუსეთს როგორც ჩანს აქვს, ჩემი აზრია, გარკვეული უკმარისობის გრძნობა შარშანდელი ომის შემდეგ. მან ვერ მიაღწია ახლა იმ მიზანს, რაც ჰქონდა. მე ვფიქრობ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული ჯარი შეიჭრა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე და ვერ შეცვალა ხელისუფლება. უბრალოდ ის გეზი, რომელთაც ეს ხელისუფლება ატარებდა. ამიტომ პრაქტიკულად მას თავისი მიზნისთვის არ მიუღწევია. ამიტომ შეიძლება შეეცადოს ისეთ გამეორებას ამ აგრესიისა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის ძალიან აშკარა საბაბი მიეცემა. უფრო გაცილებით აშკარა, ვიდრე ეს გასულ წელს იყო. მეორე, აქ არის ის, რომ რაც უკვე ითქვა ამის შესახებ, ეს არის გარკვეული გამოცდა ამერიკის ახალი ხელისუფლებისა. რუსეთში მიაჩნიათ, რომ ობამა შედარებით სუსტი პრეზიდენტი უნდა იყოს და ასეთ შემთხვევაში ტრადიციული რუსული დიპლომატიისა და საბჭოთა დიპლომატიის ჩვეული მეთოდებით ძალის პოზიციიდან რომ თავიდანვე ასე ვთქვათ თავის გავლენის ქვეშ მოაქციონ, მაგრამ მე არ მგონია რომ ასეთნაირად იდგეს საკითხი. ვფიქრობ რომ იმედი მაქვს რომ ამერიკა საკმაოდ ასეთ მკვეთ და მკაცრ მოთხოვნებს დაუყენებს. მედვედევი ობადმოს მოსალოდნელ შეხვედრას დავკონკრეტებით, ბატონიკა,
პროგნოზები, რამდენ რეალურია ეს საფრთხე განმეორებითი აგრესიისა და რა შეიძლება ამ შემთხვევაში გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, ან რა ნაბიჯები შეიძლება გადადგეს, რომ მსგავს პროვოკაციებზე არ წამოეგოს და არ მოყვეს მსგავსი მოვლენები, რაც იყო გასული წლის აგვისტოში. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთი განახორციელებს ფართომასშტაბიან აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, ჩემი აზრით ამის ალბათობა მაინც მინიმუმამდეა დაყვანილი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსგან ყველაფერია მოსალოდნელი, რადგანაც რუსეთს დღევანდელ დღეს არ აწყობს საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყება, იქიდან არა იმიტომ, რომ რუსეთს რა თქმა უნდა სინისი შეაწუხებს, რომ ის არ ყვებს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, არამედ იმიტომ, რომ მას არ სურს დასავლეთის საბოლოოდ გადაკიდება, იმიტომ რომ რუსეთი დამოკიდებულია დასავლეთზე ეკონომიკური თვალსაზრისით. მაგალითად, რუსეთში მოპოვებული და რუსეთთან ექსპორტირებული გაზისა და ნავთობის 60%-ზე მეტის რეალიზაცია ხორციელდება ევროკავშირის ბაზარზე. წარმოიდგინეთ, ერთ დღეს ევროკავშირმა უარი რო განაცხადოს რუსეთის ენერგომატარებლებზე, ვთქვათ, რა დაემართება რუსეთს ამ შემთხვევაში, ხო? ევროკავშირის სხვათა შორის არ შემოუღია სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, როდესაც გაიმართა ევროკავშირის სამიტი 2008 წლის 1 სექტემბერს, მაგრამ რომ მიიღო შემოღებული სანქციები, რა თქმა უნდა, რუსეთის ეკონომიკას დიდი ზარალი მიადგება. რა თქმა უნდა. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, იგივე კაპიტალის გადინება მოხდა რუსეთიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთმა, რა თქმა უნდა, ვერ განახორციელა საბოლოოდ თავისი ზრახვები, თავისი მიზანი ვერ შეასრულა და გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, რუსეთის სხვა მეთოდებით შეეცდება საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასუსტებას. ამ სხვა მეთოდებში, რა თქმა უნდა, იგულისხმება ის, რომ რუსეთი ყველანაირად ეცდება, მაგალითად, გარკვეული დივერსიული აქტების განხორციელება საქართველოს ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, რასაც ჰქონდა კიდეც ადგილი, რკინიგზის აფეთქება, ელექტროგადამცემი ხაზების აფეთქება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ესე იგი, ქმნის არასტაბილურობას ქვეყანაში და რუსეთს სურს, რომ წარმოაჩინოს დასავლეთის წინაშე საქართველო როგორც არასტაბილური ქვეყანა. მე თქვენი ცდებათ მინდა აღვნიშნო რაგოზინის განცხადების შესახებ, როდესაც რაგოზინმა განაცხადა, რომ საქართველო სახელმწიფო კი არ არის, ეს არის მუდმივი კონფლიქტების კერა. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, რუსეთი ყველანაირად შეეცდება არასტაბილურობის ორგანიზება საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის დივერსიული აქტები, ეს ერთი, ეს არის იგივე თქვა პროვოკაციები ოკუპირებული ზონების სიახლოვეს, მოგეხსენებათ, რომ 12-მდე ქართული პოლიციელი არის მოკლული, რამდენჯერმე განხორციელდა თავდასხმა ქართულ ბლოკპოსტებზე ოკუპირებული ზონების სიახლოვეს და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, რუსეთი შეეცდება ესე იგი, გააძლიეროს სეპარატისტული ტენდენციები საქართველოს ზოგიერთ რეგიონში და შესაბამისად ასევე რუსეთი შეეცდება გამოიყენოს თავის სასარგებლოდ ის კონფრონტაცია, პოლიტიკური კონფრონტაცია, რომელიც არსებობს საქართველოს შიგნით, საქართველოში არსებულ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის და ამ გზით საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასუსტება შეეცდება რუსეთი უკვე სხვისი ხელით, თუმცა თქვა თვითონ რუსეთი განაცხადებს, რომ ის ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის. და დასასრულს კიდევ ერთი საკითხი ჩვენი დისკუსიის ობამა მედვედევის მოსალოდნელი შეხვედრაც ახსენეს კიდეც ბატონმა ანდრომ ბატონმა ზურაბმა. მათ გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ ივლისის თვეში დაგეგმილი შეხვედრა, რომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა მეტნაკლებად შეიცვლება. დღეს გავრცელდა კიდეც რუსული საინფორმაციო საშუალებებით მედვედევის განცხადება, რომელმაც ბოლოდროინდელი ურთიერთობები ვაშინგტონთან ცივი ომის პერიოდში ადარა და იმედი გამოთქვა, რომ ეს გაუმჯობესდება. ბატონიკა, ისე თქვენია. რაც შეეხება ობამა-მედვედევის შეხვედრას, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ამ შეხვედრის დროს განიხილება გლობალური მნიშვნელობის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია იგივე სტრატეგიული შეიარაღების შემცირებასთან. მოგეხსენებათ, რომ ბოლო ხელშეკრულებას ამერიკამ და რუსეთმა ხელი მოაწერეს 1991 წელს. აქ საუბარი არის ბირთვული ქობინების შემცირებაზე ორივე მხრიდან. ეს ერთი საუბარი იქნება, რა თქმა უნდა, იგივე სამხედრო და ჰუმანიტარული ტვირთების ტრანსპორტირებაზე რუსეთის ტერიტორიის გავლით ავღანეთის ტერიტორიაზე და ნატოს მიერ სამხედრო ოპერაციების წარმოებაზე. საუბარი იქნება ირანის და ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაზე და ასე შემდეგ, მაგრამ აუცილებელია აღინიშნოს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც იქნება განხილვის ობიექტი ობამა-მედვედევის შეხვედრის დროს და ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია დარწმუნებული ვარ, რომ არ აპირებს არავისთან დათმობაზე წასვლას. ბატონმა ზურაბმა აღნიშნა იმის შესახებ, რომ რუსეთის მესვეურები მიიჩნევენ, რომ თითქოს ობამა შედარებით სუსტი პრეზიდენტია, თუმცა რა თქმა უნდა ესე არ არის და რა თქმა უნდა იგივე ობამას გარშემო არიან ის პოლიტიკოსები, თუნდაც იგივე ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი, რომელსაც მეტად ხისტი დამოკიდებულება გააჩნია რუსეთის ფედერაციის მიმართ
თემად და ბუნებრივია თქვა ამერიკა ერთ-ერთ ათმობაზე წასვლას არაპირებს და მნიშვნელოვანია რომ ეს ყველა გლობალური მნიშვნელობის საკითხებთან ერთად საქართველოს საკითხის დღის წესრიგში იდგება. გაბედად მოსალოდნელია რომ დადგეს საქართველოს საკითხი დღის წესრიგში ბატონ სურაბ როგორ ფიქრობთ? ამ ოფიციალურ შეხვედრაზე. არა, რასაკვირველია ეს ამ საკითხს გვერდს ვერ აუვლიან ამ მოლაპარაკებაზე, ამ შეხვედრაზე და მე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ აქ იმაზე კი არ არის საქმე, ვინ არის ამერიკის პრეზიდენტი და როგორი ხელისუფლება, რამდენად ძლიერია თუ სუსტი პრეზიდენტი, ან რამდენად ვთქვათ ფართოვდება ურთიერთობა ამერიკასა და რუსეთს შორის. ამერიკის საგარეო პოლიტიკა აქვს თავისი პრინციპები, რომელსაც ვერც ერთი პრეზიდენტი და ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეცვლის და არ შეცვლის. და აქედან გამომდინარე, თავისი ინტერესების დათმობის ხარჯზე ამერიკა არანაირად არ ესე იგი რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება თუ გაფართოება ამერიკის ინტერესების ხარჯზე არ მოხდება. და სწორედ ამერიკის ინტერესებში არის ის, რომ საქართველო და უკრაინა მასთან ერთად იყოს ის ქვეყნები, რომლებიც მოიაზრება როგორც ევროატლანტიკური სივრცის მომავალი წევრები. ამაში მე პირადად დარწმუნებული. რა ცვლილებები შეიძლება იყოს მოსალოდნელი ამ შეხვედრის შემდეგ და შეიძლება თუ ამავე კონტექსტში განვიხილოთ ბაიდენის მოსალოდნელი ვიზიტით საქართველოში. ბაიდენის ვიზიტი ნამდვილად ამ კონტექსტშია განსახილველი. მე ვფიქრობ, იცით რომ საქართველოს ხსენება ალბათ იქნება ბუნებრივია ობამას ვიზიტის დროს მოსკოვში, მაგრამ მე არ გონია რომ ამ საკითხზე იყოს დაუშვათ განსაკუთრებით მწვავე დებატები ან განსაკუთრებით მწვავედ იყოს ეს საკითხი დაყენებული. როგორც წეღანაც გითხარით ჩემი აზრი, რუსეთის ეს ძალიან პრობლემატური თემა, იმიტომ რომ ეს თემა სადაც რუსეთს ახლა დატუქვის გარეშე ვერ დაელაპარაკები რეალურად. ანუ დათანხმდე და ასე ვთქვათ, ხელი ჩამოვართო რომ კარგი გააკეთე, რაც გააკეთე, ან უნდა ეჭხუბო, ხო და ეჭხუბი რუსეთს არ უნდა, იმიტომ რომ წამგებიან პოზიციაში დგება. სწორედ იმიტომაც ჩემი აზრით რომ ვერ იქნება მწვავე ობამა საქართველოს მიმართებაში, აქ არის დაეგმილი სხვა ისეთი მანევრები, რაც აჩვენებს რუსეთს, რომ ეს თემა შეიძლება მოლაპარაკებებზე იმდენად უხერხული არის, რომ დაუშვათ ამ კონტექსტში მე არ ვაყენებ შენივე კაპრიზების გამო, ასე ვთქვათ, მაგრამ სამაგიეროდ მე მაქვს სხვა მეთოდები, რომ მე შენ გაჩვენო თვალნათლივ, რომ მე ამ ასე ვთქვათ, ეს არის მნიშვნელოვანი თემა. ამერიკასა და რუსეთს შორის დღეს არსებობს ერთადერთი საკითხი, რომელზეც თეორიულად შეთანხმება შესაძლებელია, ეს არის ბირთვული კობინების შემცირება. სხვა არც ერთი საკითხი, არც ირანი, არც სამხრეთ კორეა, არც ავღანეთის საკითხი, ხო? იქნება ბევრი ლაპარაკი, შეიძლება რაღაცებს ხელიც კი მოეწეროს, მაგრამ ეს ვერ ჩაითვლება საბოლოო შეთანხმების საკითხად, იმიტომ რომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს კარდინალურად სხვა ინტერესები და პოზიცია რუსეთსაც და ამერიკასაც. ასეთია რეალობა. განსაკუთრებით საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც რუსეთთვის ეს არის ძალიან აქტუალური და ძალიან მწვავე თემა. ამერიკის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ასე რომ აქ შეთანხმება ბუნებრივია შეუძლებელია ყოვლად. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმრები გახდნენ ექსპერტები ანდრო ბარნოვი, ზურაბ დავითაშვილი, ნიკა ჩიტაძე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონებო. პირველი თემა დღეს ამით დასრულებულია. ჩვენი გადაცემა სამშაბათამდე გემშვიდობებათ. მომავალ შეხვედრამდე დიდი მადლობა ყურადღებისთვის.